მოკლედ 8 საათზე ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის განცხადებას, როგორც თქვით, ძალიან საინტერესო იქნება რა სიტყვის სალომე ზურაბიშვილი, რას მოვისმენთ მისგან, თუმცა ამას გარდა ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება ყველანაირად ცდილობს, მოკლედ, რომ დისკომფორტი შეუქმნას სალომე ზურაბიშვილს, იქ იყო ინფორმაცია რაღაცა ორბელიანების სასახლეში გათბობის გათიშვა, დღეს პარლამენტმა დაუჭირა სამი მოსმენით მხარი კანონს, რომ არ ყავდეს მას სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ვიცით რომ ხვალ ემზადებიან ყაველაშვილის ასარჩევად მოკლედ ვხედავთ ამ რაღაცა ორნაირ პროცესს ერთი მხრივ სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირება და მეორე მხრივ როგორ ემზადებიან ყაველაშვილის ასარჩევად აი რა პროცესია დღეს ხელისუფლება როგორ ფიქრობ და რა სიტყვით ზოგადად აი ამ გადაწყვეტილებებზე ძალიან რაღაცა აი სიტყვაც კი მივიჭირს რომ მოვძებნო შევაფასო ისეთი ტიპის გადაწყვეტილება როგორც მაგალითად აი გათბობის გათიშვა თუნდაც ორბელიანების სასახლეში. მოგესალმებით, ქალბატონო ანა, მივესალმები მაყურებელს. ხო, სიტყვების პოვნა უკვე რთულია, იმდენად დაუკარგა ყველაფერს, რასაც აკეთებს ოცნება, შინაარსი დაუკარგა ქცევა, იმდენად დაამდაბლა და ისეთი კულტურო და ისეთი არა ქართულია ყველაფერი ის, რასაც აკეთებენ, არა მარტო პრეზიდენტის მიმართ პირველ რიგში, რასაც ჩადიან საკუთარი მოქალაქეების მიმართ ამ სისასტიკით, რომ მართლია რაღაცა შესატყვისი სიტყვები მოძებნო და დაარქვა სახელი, მაგრამ თავისავს დაარქვეს თავის ქცევით სახელი. მე ცოტა ხნის წინ ახლა ვიყავი ადვოკატების და იურისტების აქციაზე და გამახსენდა ბოლოს წლების წინ 2011 წლებში აქციას ვატარებდით უზენაეს სასამართლოსთან ისე ცოტანი კი ვიყავით მაშინ ადვოკატები, მაგრამ ფიქრობდი რომ ადვოკატი ქუჩაში რატო უნდა იდგეს კონსტიტუციით ხელში და დღესაც კონსტიტუციით ხელში ვიდე კიდევ ბევრი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ადვოკატთა კორპუსი და ყველაზე დიდი პროფესიული გაერთიანება, მაგრამ რო აიძულებ ადვოკატს, რომ სასამართლო დარბაზიდან გარეთ ქუჩაში კონსტიტუციით ხელში დადგეს და უთხრეს სასამართლოს, რომ კონსტიტუცია დაიცავი და სამართალი დაიცავი, სამართალი გააცოცხლე, იმიტომ რომ სამართალი მოკლეს ქვეყანაში. ეს არის უკიდურესი განგაშის ხმა, იმიტომ რომ ადვოკატები დარბაზში დაკავებულებს და დაპატიმრებულებს უნდა იცავდნენ და დღეს ვხედავდი ახალგაზრდა გამოცდილ ყველა თაობის ადვოკატს, რომელიც შეწუხებული იყო ამით, რაც ხდება და მე შეძრწუნებული ვარ, რაც დღესაც სხვა შორის ვისაუბრებოდი ამ თემაზე პრეზიდენტს, რომ ეს არის უკიდურესად ძიმე ხა რაც ხდება სასამართლოებში და ამიტომ არის საჭირო, რომ ყველა დაკავებულ თუ უფლება შელახულ ადამიანს ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის გარანტიები და ჩვენ ადვოკატები ეხლა ვერთიანდებით, მათ შორის ბევრი კოლეგა იმედი მაქვს შემოუერთდება ამ ჩვენს ინიციატივას, რომ როგორც ქველმოქმედება, ესე განახორციელონ ადვოკატებმა დაცვა და დავიცვათ ადამიანები. რაც შეეხება იმას წყალს გადაჭრიან ეხლა გათბობას გამოურთავენ პრეზიდენტს თუ დაცვას მოუხსნიან და ეს ყველაფერი მართლა ხდება, შეიძლება მართლა უკვე ვიღაცას ამაზე ეღიმება, ან ვიღაცას გონია, რომ უტრირებას ვაკეთებთ და შეიძლება ხა ელექტროენერგია. აი რაღაცა ძალიან პატარა ადამიანობას გაგვაქვს. ძალიან სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკი, კი, ძალიან. მე მერიდება კიდეც ამას საუბარი, მაგრამ ხო, ეს არის მეთოდები რა, მეთოდებით თვითონ ფიქრობენ, თორე ხა პრეზიდენტს მაგით როგორ შეუცვლიან ამ პოზიციას, ან განწყობას, ან ქმედებას როგორ შეაცვლევინებენ, ხა დაცვას მოუხსნიან თუ გათბობას გამოურთავეს, ამ მნიშვნელობა პრეზიდენტი გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს და ისიჯერა, მაგრამ არ გაგვიკვირდეს აი ხვალინდელი დღე, მაგალითად, რომელიც ალბათ ისტორიაში დარჩება, როგორც ყველაზე დიდი სირცხვილი კონსტიტუციის დარღვევის აი უნდა შევხედოთ ყველა, აბა როგორ მოიკრებენ ამ ხმოსნებს, როგორ უნდა გადააბიჯონ კონსტიტუციას, ან რა ფასი ექნება ესეთ არჩევას. და ამ დროს გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ნამდვილად აქვს ლეგიტიმაცია და ის არის კანონიერად არჩეული და ამავე დროს ამას ემატება ხალხის ნდობის ახალი მანდატი კიდევ რომელიც მას აქვს, ეს ორივე ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი.
სალომე ზურაბიშვილისთვის და მე მეორეს მხრივ ყავალაშვილი და მოდი აბა შევხედოთ სად იქნება ნდობის საფუძველი ხალხის და როგორი იქნება ამას საზოგადოების რეაქცია. ამიტომ ეს ყველაფერი აჩვენებს უკიდურეს კრიზისს ეხლა რაშიც არის ქართული ოცნება და რაც უფრო მალე მიხვდებიან რომ ეს პროტესტი იზრდება და არ იკლებს და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ რომ მთელი ქალაქი არა მხოლოდ დედაქალაქი, არამედ ქალაქები ამ პროტესტში გაეხვეულია და ეს მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იქნება, რაც უფრო მალე გაიაზრებენ, უკეთესია მათთვის. კი ბატონო, ქალბატონო, აი თქვენ სხვათა შორის, როდესაც აი ივანიშვილზე საუბრობთ ხოლმე, ძალიან ბევრი ინტერვიუში გიხსენებიათ, რომ აი ივანიშვილს აქვს თვისება, როდესაც აი რაღაცა ძალიან კრიტიკული მომენტია, მას შეუძლია უკან დახევა. მახსოვს ეს ფრაზები თქვენგან და აი ამიტომ ვამბობ, აი ეხლა არ არის ეს კრიტიკული მომენტი მისთვის, აი მეტი რაღა უნდა მოხდეს და რაღა უნდა დამართოს მართლა, მან ან ამ ქვეყანას, ან ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ რაღაცნაირად მისი მხრიდან ნახოთ ეს უკან დახევა. რა ხდება ეხლა რაღაცა მისი გადმოსახედიდან რომ შევხედოთ ამ სიტუაციას? მე როდესაც მასზე საუბრობდი და ამ თვისებაზე, რაც მინახავს მე თვითონ საკუთრივ, მე მგონი რომ ის სხვა ადამიანი იყო და ეხლა სხვა ადამიანზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ არაფერი აღარ ჯდება იმ ჩარჩოებში, როგორ ჩარჩოშიც შეიძლებოდა და წარმოუდგენა ქონოდა ივანიშვილი და აი მისი ქცევა. ეხლა მგონია რომ მას უბრალოდ ეს თავისუფალი ლავირების მოქმედება ან ძალიან შეზღუდული აქვს, ან საერთოდ არ აქვს. თორე აქამდეც უნდა დაეხია მას უკან და აქამდეც უნდა დაეწყოს მოლაპარაკებები, როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და რა პირობებში. მაინც მოუწევს ამის გაკეთება. საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი არ იყო ხო შემთხვევითი და არ იყო ის საუბარი, აი ეს ერთი ჩვეულებრივი რიგით ის საფრანგეთის მოქალაქეცაა და მას საკმაოდ დიდი ინტერესები აქვს ამ ქვეყანასთან მიმართებაში, საკუთარი ინტერესები. ამიტომ ის წრე მისი ირგვლივ ლაბირების ძალიან ვიწროვდება და ძალიან პატარავდება და მე მართალი გითხრათ, აქამდეც ფიქრობდი, რომ ის გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა მოლაპარაკებისა, რადგან ის ამას არ აკეთებს, ანა ეს იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან ცოტა აქვს თავისუფალი მოქმედების არეალი. თუმცა მაინც მოუწევს ბოლო მომენტში შეიძლება ძალიან კრიტიკულ ფაზაში მოხდეს ან იმ ეტაპზე, როდესაც შეიძლება ძალიან ცოტა იყოს უკვე შესაძლებლობა ნორმალური დიალოგის, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს ზღვარი ხო ადამიანების მოთმინებას, გამძლეობას, რა ვიცი, ყველაფერს და ამიტომ მას მიიღავს ეს პროცესი უკიდურეს დაძაბულობამდე. ბოლო სერია მაინც ეგ არის, ახალი არჩევნები მაინც უნდა დაინიშნოს. სხვანაირად არ განიმუხდება ეს კრიზისი. ეხლა მე მაინც ესე ვაფასებ ვითარებას, ვიცნობ რა მას, რომ რადგან აქამდე ეს არ გააკეთა და თუ თვით იმედობნებს, რომ გადააგორებს ამ უკიდურესად მაღალ საპროტესტო ტალღას, თუ ამას ფიქრობს, ჩვენ ჩავთვალოთ, რომ საერთოდ გრძნობელობა და აღქმა რეალობის დაკარგულია. ან უბრალოდ არ აქვს თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა. ამიტომ არის ახლა ესეთი გაუგონარი ვითარება, იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფალი ყოველთვის ეს ხელისუფლება აღარა, ეხლა ეს არის რაღაცა ჯგუფი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, მაგრამ ნებისმიერი ხელისუფალი კრიზისში ელაპარაკება ოპონენტებს და ეძებს გამოსავალს. ხო, ეს არის ნორმალური, ცივილიზებული, არ ვიცი, რაციონალური ქმედება. ეხლა ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. აი, ყველაფერი არის რაციონალურის მიღმა. ყველაფერი არის საპირისპიროდ, ეს ლოგიკაში არ ჯდება. ამიტომ არის ეს ვითარება არაორდინალური და ამიტომ აღარ შევადარებ იმ პერიოდს, რა პერიოდშიც მინახავს აი უკუსულის მომენტები ივანიშვილის მხრიდან. ამიტომაც ეხლა ეს პროტესტი, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება, უფრო დიდ მასშტაბებს იღებს, უფრო დიდი პროფესიული ჯგუფები ერთვებიან, საბოლოო ჯამში მაინც მოიტანს იმ შედეგს. უბრალოდ სასურველია, რომ ეს მოხდეს, რაც შეიძლება მშვიდობიანად. ეხლა სანიმუშოდ მშვიდობიანად იქცევიან მოქალაქეები. ეხლა საზოგადოება აჩვენებს უმაღლეს კულტურას. ისეთი როგორც არასდროს არ ყოფილა და ეხლა ყალიბდება სრულიად ახალი ტიპის საზოგადოება,
რომელიც ყველაფერს საუკეთესოს ატარებს თავის თავში, როგორ უნდა შექმნას თავისივე ხელისუფალი, როგორ უნდა მოიტანოს არჩევნები, როგორ უნდა აკონტროლოს არა მარტო საკუთარი ქმედება, არამედ მომავალი ხელისუფლებაც, აი ყალიბდება ყველაზე იდეალური რამ, რაც მე მეოცნებებოდა მაგალითად სულ დრო ისეთ საზოგადოება ყოფილიყო, რომელიც არა მარტო სწორ არჩევანს გააკეთებდა, არამედ მაკონტროლებლადაც ჩამოყალიბდებოდა და ამ პროცესმა შვა არაერთი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც მე ვისურვებდი, რომ ენახა მომავალ ხელისუფლებაში. ეხლა არის ძალიან კარგი პროცესი, ამხრივ და ძალიან იმედიანიც. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი.